როგორ მოვა ბათქაშოთ ჭერი ხარისხიანად, რისთვის გამოიყენება ბათქაშის ხერხი და რისთვისაა საჭირო შპატელით მეორედ მოხვეწა. ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაეცნობით ჩვენს ვიდეოში. ბათქაში კნაუფ-როდბანდ გამოიყენება ჭერის და კედლების მაღალხარისხიანი დამუშავებისთვის. მისი უპირატესობა ის, რომ დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა თაბაშირზე. ეკონომიურია, არ იბზარება სქელი ფენის დატანის შემთხვევაშიც. გამოირჩევა მაღალი პლასტიურობით და უზრუნველყოფს ტენიანობის რეგულირებას შენობაში. როდბანდის ბათქაშის ფერი შეიძლება იცვლებოდეს თეთრით, ნაცრისფერით ან ვარდისფერითაც კი. ეს დამოკიდებულია თაბაშირის ქვაში შემავალ ბუნებრივ მინარევებზე და არანაირად არ მოქმედებს პროდუქტის მახასიათებელზე. ჭერის მოსაბათქაშებლად დაგჭირდება შემდეგი მასალები. გრუნტის სუპერკონტაქტი, საბათქაშე ნარევი კნაუფ-როდბანდი და სანიშნული პროფილი. სამუშაოდ დაგჭირდება შემდეგი ხელსაწყოები: მიქსერი, კაპჩა, 50-60 სანტიმეტრის სიგანის შპატელი, ჰაშ-ფორმის სამართი, ტრაპეციული სამართი, სახეხი ღრუბლით, ბათქაშის საგლოვი, ლილვაკი, ღარი და ბათქაშის ხერხი. ბეტონის ზედაპირი სუსტი შთამთქმელია, ამიტომ ვიყენებთ ათეზიურ გრუნტს კნაუფ-ბეტო-კონტაქტს. ჭერს მთლიანად გრუნტავთ. აუცილებელია, რომ გრუნტი სრულად გაშრეს, რასაც დაახლოებით 12 საათი დასჭირდება. ვამონტაჟებთ სანიშნულე პროფილებს. დასამაგრებლად ვიყენებთ კნაუფ-როდბანდის ნარევს, მასში ვძირავთ პროფილებს და შემდგომ ვასწორებთ ერთ დონეზე. ჭერზე ბათქაშის ფენის მაქსიმალური დასაშვების სისქეა 15 მმ. პროფილებს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს სამართის სიგრძეს. ვამზადებთ ნარევს. სუფთა ტარაში ვასხამთ წყალს. ნაწილს ვტოვებთ სათლში შემდგომ შესავსებლად. ნარევს თანაბრად ვყრით წყალში და ვურევთ მიქსერით ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ წყალს და ხელახლა ვურევთ. ვამოწმებთ ნარევის სიმკვრივეს. მარკერულ პროფილებს შორის ნარევი დაგვაქვს შპატელით, თანაბარი პორციებით. ნალეს ვათანაბრებთ აშ-ფორმის სამართით და შემდგომ საგლოვით. როგორც კი ბათქაში დაიწყებს მოჭიმვას და აღარ მიიკრობს თითებს, ტრაპეციული სამართით ვიწყებთ ბათქაშის მოხვეწას. 15-20 წუთის შემდეგ ზედაპირს კიდევ ერთხელ ვუვლით შპატელით და ვაცილებთ მცირე ნარჩენებს. 15-20 წუთის შემდეგ ზედაპირს ვნამავთ ღრუბლიანი სახეხით. როგორც კი ზედაპირი გლუვი გახდება, ვიწყებთ მის გაპრიალებას. ჭერის და კედლების შეერთების ხაზზე საბათქაშე ხერხის დახმარებით ვქმნით დეფორმაციულ ნაკერს. ბათქაშის Q3 სტანდარტამდე მისაყვანად ზედაპირს კვლავ ვნამავთ. ზედაპირს ვაგლოვებთ ხელმეორედ 24 საათის განმავლობაში, მაგრამ არა ადრე ვიდრე 2.5 საათისა. ზედაპირის დასამუშავებლად კვლავ ვნამავთ მას. გამოყოფილი თაბაშირის რძე ავსებს მცირე უთანაბრობებს და ქმნის უფრო გლუვ შრეს. განმეორებით ვაპრიალებთ ზედაპირს. კნაუფ-როდბანდით ჭერის ბათქაშება დასრულებულია. ზედაპირი მზად არის ყველა შემდგომი დეკორატიული სამუშაოებისთვის. კნაუფი, ვაშენოთ ერთად.